სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. ლუკას სახარება მოგვითხრობს ერთ საოცარ ამბავს, როდესაც ქალაქის ბჭეს მიუახლოვდა იესო ქრისტე, რომელსაც ქვია ნაინი, მოასვენებდნენ ერთ ჭაბუკს. დედამისი იყო ქვრივი, ერთადერთი შვილი ჰყავდა მას და ისიც გარდაეცვალა. უამრავი ხალხი მოაცილებდა მიცვალებულს. ასევე უფალთანაც მრავალი ხალხი იყო. და როდესაც დაინახა დედაკაცი, რომელიც სტიროდა, უთხრა: ნუ სტირ, ანუ ნუ ტირი ხარ. წარმოიდგინეთ, როგორი მანუგეშებელი უნდა ყოფილიყო მისთვის ეს სიტყვა. და იმ იმედით ახსავსე, რომ მარტომ ეს არ არის, რომ ნუ სტირ, არამედ უფალი აპირებს დიადის სასწაულის აღსრულებას. აი ამ ქალბატონში აუცილებლად ჩაისახებოდა რწმენა, იმედი იმისა, რომ მარტო ის არ არის, რომ ნუ სტირი ხარ, არამედ სხვა რამე უნდა აღსრულდეს აქ. და როდესაც შეახო ხელი სამოსახლოს, ადამიანებმა, რომლებიც მოასვენებდნენ, დააბრძანეს და უფალმა უთხრა: აღზრდեք. და წამოდგა მიცვალებული. ხალხი ადიდებდაო ღმერთსო და ამბობდნენ, რომ ღმერთმა დიდი წინასწარმეტყველი აღვიდგინა. მრავალი ეპიზოდი არსებობს უფლის მიერ აღსრულებული სასწაულებისა და მრავალი არ არის დაწერილი. სახარებაში წერია, რომ სხვა მრავალი ქმნა უფალმა, რომლებიც არ არისო დაწერილიო და რომ დაწერილიყო, სოფელი ვერ დაიტევდაო ამას, ანუ კაცობრიობა ვერ დაიტევდა იმდენი სასწაული მოიმოქმედა უფალმა, მაგრამ დაიწერა ის, რაც ადამიანთა საცხონებლად არის საჭირო და რასაც ჩვენ მივიღებთ და ჩვენ დავიტევთ. ყველაზე რთული, რაც ადამიანს უძნელდება, ეს არის ეშმაკთან ბრძოლა. წმინდა მამები ამბობენ, რომ პირდაპირ ესე ნუ დაუწყებ ეშმაკს შენ ბრძოლას. შენ რწმენის თვალი მიაპყარი უფალს და შენი მიზანი იყოს უფალი, ღმერთი და მას ევედრე და ნუ მიაქცევ ყურადღებას, როდესაც წინ გეღობება ბოროტის სული და ხელს გიშლის ლოცვის დროს, მაგალითად აზრებით, მათ შორის გმობის აზრებით, მათ შორის ბილწი აზრებით, რომ შეგაშფოთოს, რომ შეგაწუხოს, რომ აღგაშფოთოს და გეუბნება, რომ შენია ეს აზრები და არ გცხვენია, როგორ ფიქრობ ამას ღმერთზე, ხატზე როგორ ფიქრობ აი ამ სიბილწეს. და ადამიანი, რომელიც ყურადღებას მიაქცევს ბოროტის სულის აი ამ ჩურჩულს, მაშინვე აღშფოთებულია და ვეღარ ლოცულობს. მეორე ხრიკი ბოროტის სულისა ეს არის გონების გაფანტვა. როდესაც ადამიანი ლოცულობს, მაგრამ მისი გონება სხვა რამეზეა დაკავებული. აი ამ დროსაც ადამიანი ვერ ღებულობს სარგებელს ვერანაირს. ესეც არის დიდი ხრიკი და ზოგადად ჩვენ ადამიანებს გვიჭირს ლოცვა. იოანე ოქროპირი ამბობს, იმიტომაც მოდის ჩვენზე განსაცდელები და იმიტომაც არ გვისრულდება სათხოვარი, რომ ღმერთთან ლოცვითი კავშირი გახანგრძლივდეს და დიდი ხანი შევინარჩუნოთ, რადგანაც ეს უკვე არის სიკეთე. ეს უკვე არის ჩვენთვის სასარგებლო. აი ამიტომაც ხდება, რომ
მოდის განსასწრელი ან ავადმყოფობა და დიდი ხანი არ ვიკურნებით აი ამისგან. ღმერთს უნდა რომ მუდამ მასთან ვიყოთ ლოცვით ერთობაში, რომ გადავრჩეთ. იოანე ოქროპირი ბრძანებს, ვინც არ ლოცულობს და არ სურს მუდამ ღმერთთან ერთობით ტკბობა, ის მკვდარია, უსულოა და აზროვნების უნარს მოკლებულია. და ესაა სწორედ უდიდესი უგუნურების ნიშანი. კერძოდ, არ გვესმოდეს თუ რა პატივი გხვდა წილად და არ გვიყვარდეს ლოცვა, ხოლო ღვთის თაყვანისცემის დავიწყება სულის სიკვდილად არ მიგვაჩნდეს. როგორც ჩვენი სხეულია მკვდარი და მყრალი, თუ მასში სული არ არის, ისევე სული, რომელიც არ აიძულებს თავს ლოცვას, მკვდარია, მყრალი და უბედური. ხოლო იმას, რომ ლოცვის არ ქონა, ნამდვილად ყოველგვარ სიკვდილზე უფრო მწარია, გვასწავლის დიდი წინასწარმეტყველი დანიელი, რომელსაც სიკვდილი ერჩივნა თუნდაც მხოლოდ 3 დღე ულოცველად ყოფნას. მეფეს ხომ მისთვის რაიმე უზჯულოება არ შეუთავაზებია, მხოლოდ 3 დღე ლოცვის შეჩერება მოსთხოვა. ჭეშმარიტად, ღვთის მინიშნების გარეშე ჩვენ სულში ვერავითარი სიკეთე ვერ იშვება. ღვთის მინიშნება კი შრომაში შეგვეწევა და ძალიან შეგვიმსუბუქებს მას. თუ კი უფალი დაინახავს, რომ გვიყვარს ლოცვა, დაუცხრომლად და მოუკლებლად ვევედრებით ღმერთს და მოველით, რომ მისგან გამოვა ყოველი სიკეთე. ამგვარად, როცა ვხედავ, რომ მავანს არ უყვარს ლოცვა და მხურვალე მოსწრაფე სიყვარული არ გააჩნია ლოცვისა, აქედან ჩემთვის ცხადი ხდება, რომ მის სულში არ არის არავითარი კეთილშობილი აზრის ადგილი. ხოლო თუ დავინახე, რომ ადამიანი დაუცხრომლად ზრუნავს ღვთისმსახურებისთვის, თუნდაც არ შეეძლოს მუდმივად ლოცვა, მაგრამ ამ ამბავს უდიდეს უბედურებად მიიჩნევდეს, ვასკვნი, რომ ასეთი კაცი გულმოდგინე მოღვაწეა და ცდილობს მოიპოვოს ყოველი სათნოება, ესე იგი არის ტაძარი ღვთისა. თუ სოლომონ ბრძენის თქმით, სამოსელი, სიცილი და სიარული ამხელს ადამიანს. ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია. სამოსელი, სიცილი და სიარული ამხელს ადამიანს. აი აქედან გავიგებთ, ვინ არის ეს ადამიანი, როგორია მისი ცნობიერება. ეს არის მამხილებელი მისთვის. მაშინ ლოცვა და ღვთისმსახურება კიდევ უფრო მეტი ნიშანია ყოველგვარი სიმართლისა, რადგან იგია ერთგვარი სულიერი, საღმრთო შესამოსელი, რომელიც ჩვენს აზრებს დიდ სილამაზესა და მშვენიერებას ფენს, მართავს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებას, არ აძლევს ჩვენს გონებაზე გაბატონობის ნებას, რაიმე უჯეროსა და უკადრის. შთაგვაგონებს, რომ თაყვანი ვცეთ ღმერთს და პატივი მივაგოთ იმ ღირსებას, რომელიც მისგან მოგვენიჭა. განვიშოროთ ყოველი მზაკრობა ეშმაკისა, განვაგდოთ ჩვენგან სამარცხვინო და უშვერი გულის სიტყვები. ლოცვა ის, რაც თითოეული ადამიანის სულს ტკბობის უგულებელყოფას ჩააგონებს. ქრისტეს მოყვარეთ ერთადერთი სიქადული შევქმერის, არ ვიყოთ რაიმე საძაგელი საგნის მონები, არამედ სულის თავისუფლება დავიცვათ და წმინდად ვიცხოვროთ. ამგვარად ვფიქრობ, ყველასათვის ცხადია, რომ ლოცვის გარეშე შეუძლებელია სათნოების მოხვეჭა და ცხოვრების გზის მასთან ერთად გავლა. ანდავის ძალუც სათნოებაში წვრთნა, თუ დაუცხრომლად არ შეურდება წინამძღოლსა და მომნიჭებელს მისას. ვინ ისურვებდა
იყოს უმანკო და სამართლიანი. თუ სიამოვნებით არ ესაუბრება მას, ვინც ჩვენგან მოითხოვს ამასაც და კიდევ მეცაც. მე კი მსურს 2-3 სიტყვით დაგიმტკიცოთ, რომ მაშინაც კი თუ ცოდვებით სავსენი ვართ და ლოცვას შეუდგებით, მას შეუძლია ჩვენი მსწრაფლ განწმენდა და მართლაც რა უნდა იყოს ლოცვაზე უკეთესი, თუ კი ისა ერთგვარი შხამს საწინააღმდეგო საშუალება სულით ავადმყოფთათვის. ცნობილია, რომ ნინეველნი იყვნენ პირველები, ვინც ლოცვით განიკურნენ ცოდვებისაგან. როგორც კი ლოცვამ დაიპყრო მათი სულები, მაშინვე მართლები გახდნენ და გარყვნილებაში, მრუშობაში, უსჯულოებაში ცხოვრებას დაჩვეული ქალაქი მალე გამოსწორების გზას დაადგა. ვამტკიცებ, რომ ლოცვა უმნიშვნელოვანესია ქრისტიანულ სიკეთებს შორის და რომ იგია ძირი და საძირკველი ნაყოფიერი ცხოვრებისა. ვერავინ მოახერხებს ამ სიტყვების გამოყენებას საკუთარი უდებების გასამართლებლად. ჭეშმარიტად, ვერც მხოლოდ უმანკოება სხვა სათნოებების გარეშე, ვერც გლახაკებზე ზრუნვა, ვერც ქველმოქმედება, ვერც სხვა რაიმე ღვაწლი ვერ აცხოვნებს სულს, არამედ აუცილებელია, რომ ეს ყველაფერი ერთად შეიკრიბოს ჩვენს სულებში. ლოცვა კი ისია ჩადებული ყოველივე ამის ქვეშ, როგორც ძირი და საძირკველი. და როგორც საძირკველი აძლევს სიმტკიცეს გემებსა და სახლებს, ისევე ლოცვებს უფხრიათ ჩვენი სულები დაცულად. უმისოდ კი ვერაფერს ვიქმოდით ვერც კარგს და ვერც მაცხოვნებელს. ამიტომაც გვასწავლის პავლე მოციქული მუდამ ჩაგვაგონებს და გვეუბნება: ლოცვასა განეკრძალენით და იღვიძებდით მას შინა, ხმადლობდით, ანუ გულმოდგინედ ილოცეთ და იფხიზლეთ მასში, მადლობა შესწირეთ ღმერთსო. და სხვა ადგილას ამბობს: მოუკლებელად ილოცევდით, ყოველსა შინა ხმადლობდით, რამე თუ ესიარს ნება ღმრთისა ქრისტე იესოს მიერ თქვენდა მიმართ. ანუ გამუდმებით ილოცეთო, მადლიერნი იყავით ყველაფრისთვისო, რადგანაც ესაა თქვენს მიმართ ნება ღვთისა ქრისტე იესოში. და სხვა ადგილას კიდევ ამბობს: ყოვლითა ლოცვითა და ბედრებითა ილოცევდით ყოველსა ჟამსა სულითა და მებრვე ამისთვის იღვიძებდით ყოვლითა კრძალულებითა და ბედრებითა ყოველთა წმინდათათვის. ანუ ყოველგვარი ლოცვა ბედრებით დღენიადაკ ილოცეთ სულით, ეცადეთ მუდამ ფხიზლად იყოთ და გულმხურვალედ ლოცულობდეთ ყველა წმინდისთვის. ამგვარად მოციქულთა თავი დაუცხრომლად მოგვიწოდებს ლოცვისკენ და ჩვენს გვმართებს მივდიოთ მის შეგონებას, ცხოვრება ლოცვაში გავატაროთ და მუდამ ლოცვით განვიახლოთ გონება, რადგან ჩვენ ადამიანებს ისევე გვჭირდება ლოცვა, როგორც ხეებს წყალი. ვერც ისინი მოისხამენ ნაყოფს, თუ ფესვები წყალს არ მიაწვდიან და ვერც ჩვენ შევძლებთ ღვთისმსახურების უძვირფასესი ნაყოფის გამოღებას, თუ ლოცვით არ განვიახლებთ თავს. ამიტომ დილით გაღვიძებისთანავე მზეს უნდა ვასწრებდეთ ღვთისმსახურებას, ტრაპეზსაც ლოცვით უნდა შევუდგეთ, ანუ საზრდელის წინაც ლოცვა უნდა წარმოვთქვათო და ძილის წინაც უნდა ვილოცოთ. ერთი სიტყვით, ყოველ საათს ღმერთს თითო ლოცვა მაინც უნდა აღუვლინოთ და საერთოდ მთელი დღე ლოცვაში უნდა გავატაროთ. ზამთარში კი ღამის მეტი ნაწილი ლოცვას დავუთმოთ და დიდი შიშით შევასრულოთ მუხლის დრეკები. ყველა ჩვენი აზრი ლოცვისკენ მივმართოთ და ბედნიერად ჩავთვალოთ თავი, რომ
ღმერთს ვემსახურებით. მითხარი, როგორ უნდა უყურო მზეს, თუ თაყვანისცემას არ აღულენ მას, ვინც ამ უტკბეს ნათელს გვივლენს. როგორ უნდა დატკბე ტრაპეზით, თუ ქეთს არ მოუხრი ასეთ სიკეთეთა წყაროსა და მომცემელს. რას ასოებით მიაღწევ დაღამებამდე, რა სიზმრებს უნდა ელოდო, თუ ლოცვით არ შეიჭურვები და თავდაცვის საშუალებებს არ მოუხმობ. დაგცინებენ უბოროტესი დემონები და ადვილად მოგინადირებენ, რადგან ისინი სულ გარშემო გვივლიან და გვითვალთვალებენ. რომელი ჩვენგანია ლოცვით შეუჭურველი და ესე იგი ადვილია მისი ტყვეთ ჩაგდება. თუ შენიშნეს, რომ ლოცვით ვართ დაცულნი, მაშინვე გარბიან, როგორც ავაზაკი ან თაღლითი გარბის მეომრის თავთან დაკიდებული מחვილის დანახვისთანავე. ხოლო თუ ნახეს, რომ ვინმე არ არის ლოცვით შემოზღუდული, იმას დემონები უმალვე შეიპყრობენ და მოიტაცებენ, რასაც ცოდვებში ჩავარდნა და უამრავი უბედურება მოსდევს. უნდა გვეშინოდეს ამის და ყოველთვის ლოცვითა და ღვთის დიდების მეტყველებით მოვიზღუდოთ თავი, რათა ღმერთმა ყველანი შეგვიწყალოს და ღირს უყოლს ზეცათა სასუფეველს, მადლითა და კაცთმოყვარევითა, მხოლოდ შობილი ძისა თვისისა იესო ქრისტესითა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.